გამარჯობა. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში დავიწყოთ ბუნებრივი ვეტერანთა დღით. თქვენ სიტყვითაც მიმართეთ ვეტერანებს და უკვე ამ შემდეგ გადავალთ მიმდინარე ვეტერანებს მინდა მეულოცო, ვეტერანის დღე მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში არის, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელი. ასევე კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო დაღუპულების ხსოვნას. მათ გასცირეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე სამშობლოსთვის და სწორედ მათი დამსახურება, ასეთი გმირების დამსახურება ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ძლიერი, ჩვენი ქვეყანა ვითარდება, ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი. კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს ულოცავ ვეტერანის დღეს. პეტერ ფიშერთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, მის საეჭვო აქტიურობაზე, კითხულობდა გერმანიაში გაჩნდა ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური პარტია, მისი საქმიანობის შესწავლას. თქვენ როგორ შეაფასებთ ჩვენ ვიცით მისი ქმედებების ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს კონკრეტული ელჩი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც არის ვენის კონვენციის დარღვევა, რაც არის ყველა სტანდარტის დარღვევა. და ძალიან კარგია, რომ ყველაზე რეიტინგულმა გერმანულმა პარტიამ გამოხატა ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ. დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი, არ შეიძლება ელჩი ასე ექცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს. ბატონო ირაკლი, თქვენ გუშინ ხდებით წელი პრეზენტაცია განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. რა არის მთავარი გამოწვევები კიდევ ერთხელ, რაც აღნიშნულ რეფორმას განაპირობებს იყო? კონკრეტული ინიციატივები, კონკრეტული ნაბიჯები თქვენს მიერ ინიციირებთ, რომ კიდევ ერთხელ მთავარი გამოწვევა ზოგადად არის ხარისხი, ხო? ყველას ძალიან კარგად მოიხსენება, რომ ჩვენ არ გვაქვს უზრუნველყოფილი სათანადო, თანამედროვე, მაღალი სტანდარტები უმაღლესი განათლების სისტემაში. ეს არის მთავარი გამოწვევა და ეს 7 ამოცანა, რომელიც დაისახა ჩვენს მიერ კონცეფციის ფარგლებში ემსახურება სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას. ჩვენ გვინდა, რომ ქართულმა სტუდენტებმა მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ სწორედ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უმთავრესი ამოცანა, რომელსაც ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმა. თქვენ ნახეთ, რომ ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული, ძალიან მკაფიოდ არის დანახული გამოწვევები და ძალიან მკაფიოდ არის დასახული პრიორიტეტები. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს კონცეფცია უკვე სრულად აღსრულდეს. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. გუშინ ძირითადად საუნივერსიტეტო განათლებაზე იყო საუბარი, მაგრამ 12 კლასთან დაკავშირებით წელს იმასწავლებს, ვისაც ახალგაზრდაა 22,000 კვადრატული მეტრი უნივერსიტეტის შენობისთვის. სანამ პროკურატურა ამბავს გამოიძიებს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ 2008 წელს, მაშინ როცა ქვეყანაში იყო ომი, ზრუნავდა თუ არა სააკაშვილი დედის მიზნს? ზოგადად ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, ხო? რაც არის, აბსოლუტურად ღია თავხედობა, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა და არჩენი დავალოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს. მე-13 დღეა დუმს ევროკავშირის პრეზიდენტის სასახლეში შეჭრასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ შეაფასებთ? ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. თავის დროზე თქვენ გახსოვთ, რომ ევროკომისიის პრესპიკერმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის ცდილობას და ამის შემდეგ მათ, რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა დაეგმოთ ის რეალური ქმედება, რომელიც განხორციელდა აქციის მონაწილეთა მხრიდან გულისხმობს სასახლეში შეჭრის მცდელობას, თუმცა ამ ფუძეც კი ისინი დუმან, რაც ზოგადად მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ასთავარი ამას საზოგადოება სათანადოდ აფასებს. მთავარია, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს ევროპულ ბიუროკრატიაში, ამ მძიმე მდგომარეობიდან რაღაცნაირად უნდა დააღწიოს თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. კითხავთ განათლების რეფორმას რომ დაუბრუნდეთ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ მე-12 კლასი უნდა გაუქმდეს, ეს რეალურად დააყენებს თუ არა პრობლემების წინაშე იმ ადამიანებს, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურთ ევროპაში სწავლის გაგრძელება, თქვენ თქვით, რომ მათ შეუძლიათ წავიდნენ და იქ დაასრულონ მე-12 კლასი, თუმცა ასე ხომ არ ხდება, ყველას ხო არ აქვს ამისი რესურსი, რომ წავიდეს მე-12 კლასი დაასრულოს, შემდეგ იქ ჩააბაროს, რეალურად ხომ ურთულებთ მოსწავლეებს კიდევ უფრო სწავლა-განათლების მიღებას? პირველ რიგში შევთანხმდეთ ერთ რამეს, რომ თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოიფარგლოთ 11 წლით, ხო? ამაზე უნდა შევთანხმდეთ. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12 წელი. რაც შეეხება დამაცადეთ. თუ კითხვა გაქვთ და ინტერესი გაქვთ, მაშინ დამალოდოთ. იქნებ მოგმოყოფილებ თქვენს ინტერესს. რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს. ჩვენი მთავარი ამოცანა ეს ქვეყნის პრიორიტეტია.
თავი ამოცანაა, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგენთ. ხო, ჩვენ გვინდა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 60 წელიწადში უკვე თვისებრივად ავამაღლოთ, ფუნდამენტურად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა. თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისათვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა. მათ შორის ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში. თუ არა და ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ სწავლა მოსწავლე იქ დაამთავროს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის თავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღოს სტუდენტმა მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე. ბატონო ირაკლი, ეს დავაზუსტებ. მე-12 კლასის საკითხი უკვე გადაწყვეტილია თუ ეს მსჯელობის საგანია, იმიტომ რომ გუშინ განათლების მინისტრმა თქვა, რომ ფართო საზოგადოება შესთავაზებიან მსჯელობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა თემაზე გვექნება მსჯელობა, აბსოლუტურად ყველა თემაზე. თუ რაიმე არის დასახვეწი, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის მზად ვართ. თავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. იგივე მე-12 კლასის საკითხი რო ავიღოთ, ხო დღეს იცით რა მდგომარეობა. დღეს პრაქტიკულად მე-12 კლასში თითქმის არ დადიან ბავშვები სკოლაში, ხო? რატომ? იმიტომ რომ მათ ურჩევნიათ მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე. ასეთ პირობებში არ უღერთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ხო, ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, ხო? ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არიან ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსავლის ობიექტურ ინტერესებზე. ყველა საკითხზე მზად ვართ მსჯელობისთვის, თავარია რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია თითოეულ თემასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, აი თუ შევხვით რომ ფსეულს არაფერი ემუქრება, მაგალითად სამხატვროს არაფერი ემუქრება და ასე შემდეგ. არ გისაუბრიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე, აი რა ბედი შეიძლება ეწიოს ამ უნივერსიტეტს? მე შენობებზე მქონდა საუბარი და არა უნივერსიტეტებზე, რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტი დარჩება თავისი ავტონომიით. ერთადერთი პრინციპი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური ინტერესების გამო დაირღვა, მათ შორის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთ-ეგივე ფაკულტეტები. ჩვენთან ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო რესურსი, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთ-ერთი რაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს საკუთარ ავტონომიას. არა, საუბარია გადანაწილებაზე. მე მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ბატონო ირაკლი, მე მინდა გკითხოთ, გუშინ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ანტიკონსტიტუციური პარტიების საქართველოს გულისხმობს. აი რა გავლენა ექნება ამ კანონს ნაცმოძრაობაზე, მაშინ როდესაც საგამოძიებო კომისიის დასკვნით ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს არაერთი დანაშაული იწდება. რეალურად კანონმდებლობაში გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა. ჩვენთვის თავარია, რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ნუ დაველოდოთ, რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე და რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიტან სარჩელს. დავაზუსტებ თუ შეიძლება. 10 პარტიამდე იქნება თქვენ თქვით, ანუ რომ გადავხედოთ ოპოზიციურ კლასს, დაახლოებით ამდენი პარტია სულ, ანუ ველს ასუფთავებს სრულად ქართული ოცნება. დღეს საქართველოში არის რეგისტრირებული 400-ზე მეტი პოლიტიკური პარტია, რაც შეეხება
რაც შეეხება ჩვენს ამოცანას, ჩვენი ამოცანა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაგონისტურად გამოცხადება. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა და ერთადერთი პოლიტიკური ძალას ეხება სინამდვილეში ის სარჩელი, რომელსაც ვამზადებ. გაიგებთ რამდენიმე დღეში, როცა შევა სარჩელი. გაიგებთ რამდენიმე დღეში გაიგებთ, როცა შევა სარჩელი საკონცერტო სასამართლოში. სამართლიანი არჩევნების პარტნიორმა ორგანიზაციამ ევროპულმა პლატფორმამ დემოკრატიული არჩევნებისთვის 4 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებს უწოდა. ფეიქ დამკვირვებლები, რამდენად შეიძლება იყოს ესეთის მოკავშირე ორგანიზაციის? რეალურად ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლობას იზიარებს თავის როზე თავარ ფეიქზე, რაც უკავშირდებოდა ქართულ არჩევნებს, ეს არის ეგრეთ წოდებული PVT-ის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაციის განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. მე შეგახსენებთ, რომ კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ ამ ორგანიზაციამ. ასეთ პირობებში, როდესაც ეს ორგანიზაცია არის თავარი ფეიქის, საარჩევნო ფეიქის მფარველი, რა თქმა უნდა, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება. სესკოს განცხადებაზე მინდა გითხრათ ბატონო ერეკლი, მათი განცხადებით ოპოზიციური მედიებისა და ისფედის დაფუძნებული ორგანიზაციების სპეკულაცია დამკვირვებლების სიყალბესთან დაკავშირებით არის მიზანმიმართული სპეკულაცია და დისკრედიტაციის მცდელობა უბრალოდ სესკოს მიმართ. აი როგორ შეაფასებთ? რა თქმა უნდა, ასეა, რეალურად ყველას ჰქონდა საშუალება თავისუფლად დაგვირვებოდა ამ არჩევნებს, იყო საკმაოდ ფართო სპექტრი, როგორც ადგილობრივი, ასევე როგორც მესაფლავები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის, ეს შემიძლია გითხრათ, თუ გინდათ მესაფლავეზე თუ გინდათ კარგი პასუხი, ჩვენ ვართ თქვენი პარტიის მესაფლავები. მე სხვა თემაზე გეუბნებით. რეალურად დამკვირვებლები იყვნენ, ყველამ გაიარა საკუთარი პასუხისმგებლობით რეგისტრაცია, დაგვირვება იყო უზრუნველყოფილი, ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, ეს არის ის, რასაც ვერ გაექცევა ვერც ერთი ორგანიზაცია. 50-ზე მეტი ადამიანი არის ამ დროისთვის დაკავებული, გუშინ შეუვარდნენ კიდევ რამდენიმე მოქალაქეს. აი თქვენთვის ეს დაკავებების ფორმა როგორც ხდება, ეს სპეცრაზმის შევარდნა, გუშინ 4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი. აი ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს ბატონო ირაკლი? ეხლა ტყუილებს ნოიტყვით 4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი, ეს არის სამარცხვინო ტყუილი. ახლა ასეთ ტყუილებს არ შეიძლება აი ეს არის თქვენი სტანდარტი, ხო? სამარცხვინო ასეთი რამე, ასეთი ტყუილი. ეს კადრი ნახეთ თქვენ, რომ 4 წლის ბავშვს იარაღი დაადეს. თუ რა ადამიანები იმალებიან ერთი კვირის განმავლობაში და სპეცრაზმი ჭირდება, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები, რა თქმა უნდა, სპეცრაზმის ჩართულობა არის საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს დაკავება. მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი გაფრთხილება. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ იდენტიფიცირების საშუალებაც ჰქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის ცდილობაში მონაწილეობა, ხო? ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის ცდილობაში, ყველა უნდა შეეგუოს, ამას ჩვენ ვაფრთხილებდით. ჩვენ ყველანაირად ვცადეთ, რომ დაგვეზღვიას ადამიანები ამისგან, თუმცა ისინი ჩაერთვნენ დამხობის ცდილობაში, აგულიანებდნენ ამ ადამიანებს, მათ შორის თქვენი ტელევიზია აგულიანებდა ამ ადამიანებს. შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამხობის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული, ხო? რამდენიც ჩადიოდა ძალადობას იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის ცდილობაში, ყველა იქნება დაკავებული. ძალადობის დამფინანსებლებით უნდა დააკავოთ. აპირებთ ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. არ ვიცი, ვის გულისხმობთ თქვენ? გუნდის წევრებს როგორც თქვენა. არა, რაც შეეხება დაფინანსებული, მე გითხარით, იყო კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, ხო? მაგალითად, ხაბეიშვილი, რომელიც თვეში იღებდა 5,000 ლარს, ხო? ეს პირდაპირ დამხობის დაფინანსება არ იყო. ინტერვიუში რომ აგულიანებდნენ ამ ადამიანებს 4 ოქტომბრის წინ, მათ შორის ვიცით კონკრეტული თანხები რაც ირიცხებოდა. ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. მე ხაბეიშვილს გულისხმობდი პირველ რიგში და რამდენიმე ადამიანს. ანუ ხაბეიშვილს და რამდენიმე ადამიანზე იყო საუბარი, პირდაპირ გითხარით, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი უწყისი, სადაც ხაბეიშვილი იყო გაფორმებული ანიტას სახელით და მას ერიცხებოდა ყოველთვიურად 5,000 ლარი და ამას გულისხმობდი, ხო? ასევე იყვნენ მაგალითად თქვენი ტელევიზიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, რომელიც პირდაპირ დაფინანსებას ეჯდა და ისიც მონაწილეობდა ამ შეგულიანებაში. არა, უწყისი აქ არ მაქვს ნანახი, ისე მაქვს ინფორმაცია, ამ შემთხვევაში გეუბნებით სიმართლეს, ხო? ტყუილი რომ მინდოდეს, ვიტყვი რომ უწყისი მაქვს ნანახი, მაგრამ ერთ შემთხვევაში მაქვს ნანახი უწყისი, მეორე შემთხვევაში მაქვს
სარწმუნო ინფორმაცია, სარწმუნო. მეორე შემთხვევაში მაქვს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნოდარ მელაძე იგივე ადამიანებისგან იღებდა დაფინანსებას და კონკრეტულ დაკვეთებს იღებდა და დღემდე იღებს კონკრეტული ადამიანებისგან. არა, თუ შეიძლება კითხავთ, არა, უნდა ამოვწუროთ ეს თემა რა. კი ბატონო. 4 ოქტომბერს არაფინანსებდნენ ეს ადამიანები 4 ოქტომბრის მე გითხარით, რომ კონკრეტულ ადამიანებს აფინანსებდნენ, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ორგანიზებაში და მთავარი გითხარით ხაბეიშვილი, ხო, რომელმაც დაიწყო დაანონსება თქვენ ტელევიზიასთან ერთად ხაბეიშვილი იყო მთავარი, ვინც პირველად დაანონსა ეს დამხობის მცდელობა, ხო? ნუ ნახოთ ახლა გამოძება თუ მივა კონკრეტულ ადამიანებამდე, მე არ ვიცი. მე შემიძლია ყველას უთხრა, რომ უწყისი მაქვს ნანახი, სადაც 5000 ლარი იყო მითითებული ანიტას გასროლ. თქვენ ამბობთ, რომ კორუფციის გამოაშკარავების შიშები შეიძლებოდა ქონოდათ ამ ადამიანებს, აი რა მიმართულებით შეიძლება ამ ხრივ წავიდეს. ჩვენ ნახეთ, რომ თქვენ თქვით მივიღეთ პრევენციული ზომებიო. პრევენციული ზომებია შესაძლოა ყოფილიყო ჯვანშერ ბურჯულაძის დაკავება, ბიჭიკო ბაიგიძის დაკავება. ბიჭიკო ბაიგიძე და ჯვანშერ ბურჯულაძე ამასთან არაფერ შუაშია, რაც შეეხება არა ამასთან პრევენციულ ზომებში ამას არ გულისხმობდი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ბევრი სხვა ზომა მივიღეთ პრევენციული ზომა. არ მინდა რომ განგემართოთ, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ინფორმაცია გაგიზიაროთ, რომელიც გამოძიებისთვის უნდა იყოს კონფიდენციალური, ამიტომ ამაზე არ ვისაუბრებ ბუნებრივია. ვინც აფინანსებდა? აი დაკავებულია ლევან ხამრიშვილი, დაკავებულია პაატა ბურჯულაძე. ვინც მათ აფინანსებდა თუნდაც თქვენი ლოგიკას რომ გავხეთ, ისინი არ უნდა იქნენ დაკავებული და ამ მიმართულებით გამოძიება. არ ვიცი, ეს გამოძიების საქმეა, შეიძლება მუშაობს, ეს არის გამოძიების საქმე, თუ რაიმე შეახლე იქნება, რა თქმა უნდა გაგიზიარებთ. კი ბატონო, არა, კორუფციის ბრალდებით თუ გაგრძელდება დაკავებები, თუ ეს ვერ გეტყვით, ეს არის საგამოძიებო უწყებების საქმე, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით. შესაბამისად, არ ვიცი, უნდა დავალოდოთ გამოძიებას, თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში მოქმედებენ. კახა კოტორაშვილი თუ იცით ვინ არის? პირველად მისვლის. ანუ ეს არის თქვენც აღარ გახსოვთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც აბრალებენ ქვეყანაში 2 მილიარდი ლარის დაახლოებით გაკეთებას წლების განმავლობაში. თქვენც კი აღარ გახსოვთ, ლომბარდის თანამშრომელია. ანუ ამდენი ხანი გავიდა და ერთი ლომბარდის თანამშრომელი არის დაკავებული. მასზე გადიოდა მხოლოდ გამოძიების საქმეა, გამოძიება გაგრძელდება ბუნებრივია, როდესაც ამ მასშტაბის საქმეზეა საუბარი, ბუნებრივია გამოძიება გაგრძელდება და გამოძიება მოგვიანებით გაგიზიარებს შედეგებს. როცა სულ ძალიან სწრაფად მიდის ეს გამოძიება და პრევენციულად დააკავეთ ვინმე და ვინმე შეუთვალეთ. და ვინ თქვა რომ ნელა მიდის ამ შემთხვევაში, ხო? გამოძიებამ გამოავლინა კონკრეტული პირი, დიდი დრო არ არის მას შემდეგ გასული და რა თქმა უნდა გაგრძელდება გამოძიება. ბოლო გეთქვა და გავედით. თქვენ ამბობთ, რომ ლევან ხაბეიშვილს კონკრეტული ადამიანები, აი გუშინ გავიგეთ ჩვენ ქართული ოცნების წევრებისგან, რომ ეს ადამიანები სახელმწიფო სტრუქტურებში იყვნენ დასაქმებული, თუმცა არ გვეუბნებიან რამდენად მაღალ თანამდებობაზე. შესაძლოა რომ კვალი მივიდეს მათ შორის გრძელი უშუალოდ. თქვენ სახელებს და გვარებს ასახელებთ ხოლმე, მე არ მინდა არც ერთ სახელში და გვარში შესვლა, ეს პოზიცია იცით ჩემგან, აქედან გამომდინარე, თავადაც შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რა იქნება ჩემი პასუხი. როგორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მინისტრი, უბრალოდ სამსახურის უფროსი იყო. დავანებოთ სახელებს და გვარებს, ჩვენ ვართ კონცენტრირებული დღევანდელ დღეზე და კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ დღეს ყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, რომლის პირობებშიც უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულად ახალ სიმაღლეებს ამის პირობას გაძლევთ მამგობდინარაძესთან ერთად. კიდევ ერთხელ, მე არ საუბრობ წარსულზე. არ საუბრობ წარსულზე, საუბრობ დღევანდელ დღეზე, კონცენტრირებული ვართ უსაფრთხოების სამსახურის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და ამის პირობას ვიძლევით ბატონ მამგობდინარაძესთან ერთად. Europe-Elects ესეთი არის ორგანიზაცია, გამოაქვეყნა მონაცემები, როგორ მოხდა არჩევნებით манипуляცია ამ თვითმმართველობის არჩევნებზე და ანალიზმა აჩვენა, რომ შედეგები გაყალბების ნიშნებს შეიცავს, შეადგინეს დიაგრამები, შეადარეს წინა წლების არჩევნებს და გამოჩნდა, რომ ამ არჩევნებზე რიცხვითი ანომალიები და ეგრეთ წოდებული რუსული კუდი იყო, აი და ასე. მე საერთოდ არ გამიანალიზებია, რა თქმა უნდა, ეს ასე ვთქვათ ანალიზი, თუმცა ვთხოვე ჩვენს სპეციალისტებს გაიანალიზებინათ და მითხრეს, რომ არის ეს სრული სასაცილო აბსურდი. თქვენს კი ამ გლევაზე ვამბობ, სრულად სასაცილო აბსურდი. არის პასუხი მხოლოდ რომ აბსურდია, რის საფუძველზე. ანალიზი მე დეტალებში ვერ შევალ ამ ანალიზის, ჩვენ სპეციალისტებს ვთხოვეთ გაიანალიზებინათ და მათ დაადგენეს, რომ სრული აბსურდია, რაც შეგვიძლია დაგაკავშიროთ შესაბამის სპეციალისტებს. მადლობა.